ეს არის ქალაქი ასენოგრადი, ბულგარეთის სამხრეთში, სადაც ერთი უცნაური ფაქტი შეიძლება შეამჩნიოთ, როდესაც აქ დაელაპარაკებით ადგილობრივებს. ან მოусმენთ მათ საუბარს. ყოველდღიურ საუბარში იყენებენ შორისდებულს რა, როგორც ქართველები. თავიდან როცა მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ რაიმე სხვას ნიშნავდა ვიდრე ჩვენთან. მაგრამ რომ ჩავეკითხე, აღმოჩნდა, რომ იგივენაირი მნიშვნელობა აქვს, რაც ქართულში და ამ კონკრეტული ქალაქის გარდა სხვაგან ბულგარეთში რას არ იყენებენ ყოველდღიურ საუბარში. ორთოდოქსი ჯიზე ვკითხულობთ. ასენოგრადი ბულგარეთის იერუსალიმი, ქართული სულიერების კერა. ასენოგრადი ძველი სტენიმახია, ხოლო ყველა ეს ისტორიული ნაგებობა, ციხესიმაგრე თუ ეკლესია მონასტერი, რომელიც ასენოგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს, ცოტათ თუ ბევრად გრიგოლ ვაკურიანის ძის სახელთან არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ასენოგრადში და ამ ქალაქის გარშემო ცხოვრობდნენ ქართველები მე-11 საუკუნიდან მე-15 საუკუნის ჩათვლით. თუმცა მათი უმეტესობა იყო მონოზონი, მონასტრის მსახურები იყვნენ და შთამომავლობა არ ყოლიათ. აქ ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას, მთარგმნელობით მსახურებას და მწიგნობრობას. აქედან გამომდინარე, მათ შემდეგ ეთნიკურად ქართველები, მათი შთამომავლები აქ არ დარჩნენ. თუმცა მათი საქმიანობის, მოღვაწეობის და ცხოვრების კვალს აქ ბევრგან ნახავთ. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს სწორედ შორისდებული რამ, რომელიც დღემდე 21 საუკუნეში ყოველდღიურ საუბარში გამოიყენება. ადგილობრივ მოსახლეობას რომ ვკითხოთ, საიდან მოდის რა მათ საუბარში, რა მნიშვნელობა აქვს, ან როგორი თარგმნება ვერ გეტყვიან. სრულიად შესაძლებელია, რომ მოდიოდეს წარსულში აქ მცხოვრები ქართველებიდან. იმიტომ რომ ისტორიული კავშირი ცხადია, შინაარსობრივად ზუსტად იგივენაირად ხმარობენ რას როგორც ჩვენ და გარდა ამისა, მხოლოდ ასენოგრადში იყენებენ რას. ბულგარეთის სხვა ტერიტორიაზე არ იყენებენ.